საღამო მშვიდობისა. ეს კვირის რეპორტაჟია, რომელსაც სტუდია GNS-ი და ნანა ლეჟავა წარმოგიდგენთ. ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი ლონდონშია და არ არის გამორიცხული დიდი ბრიტანეთის მთავრობას პოლიტიკური თავშესაფარის თხოვოს. ლონდონში იმყოფება მისი ოჯახიც. როგორც ბიზნესმენის მეგობრები ამბობენ, ვანო ჩხარტიშვილმა საქართველო მას შემდეგ დატოვა, რაც იუსტიციის მინისტრმა მისი დაშანტაჟებას სცადა. ითქვა ისიც, რომ თბილისში დარჩენილი ბიზნესმენის ოჯახის წევრები საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ძალოვანებისგან მალულად გაიყვანეს და მათ ვანო ჩხარტიშვილის აზერბაიჯანელი მეგობრები დაეხმარნენ, თუმცა არსებობს სხვა ვერსიაც. გამოძიება არის დაწყებული და დეტალებს შემდგომში მოგახსენებთ. ამ საარქივო კადრებში დავით ტაბუცაძე ჯერ კიდევ შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის უფროსია. თუმცა მას საზოგადოება უფრო ადრეული პერიოდიდან 2005 წლიდან იცნობს, როცა პრეზიდენტმა პარლამენტში თავის ყოველწლიურ მოხსენებაში რიგითი პატრული დავით ტაბუცაძე გმირად გამოაცხადა. მაშინ პატრულმა ტაბუცაძემ ადამიანი მტკვარში დახრჩობას გადაარჩინა. დღეს ის შინაგან საქმეთა სამინისტროში საკმაოდ მაღალ თანამდებობას იკავებს. კონტრტერორისტული ცენტრის უფროსი და გავრცელებული ცნობით ვანო მერაბიშვილის ფავორიტი პოლიციელია. კონტრტერორისტული ცენტრის უფროსი ჟურნალისტების ყურადღების ცენტრში ამჯერად ვანო ჩხარტიშვილის ოჯახთან დაკავშირებით მოექცა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვანო ჩხარტიშვილის ცოლი, ქალიშვილი და შვილიშვილი საქართველოდან სწორედ ტაბუცაძის დახმარებით გავიდნენ. იმ მიზეზის გამო, რომ მაღალჩინოსანი ვანო ჩხარტიშვილის ქალიშვილის, ნათია ჩხარტიშვილის საქმროა. ამ თემაზე ჩხარტიშვილის ოჯახის წევრები და ნათიას ახლობლები ხმამაღლა არ საუბრობენ. თუმცა, როგორც ამბობენ, შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბუცაძეს გადაწყვეტილება ქვეყნიდან გაეყვანა საცოლე და მისი ოჯახის წევრები ნომერ პირველი სასაუბრო თემაა. ჩხარტიშვილებმა საქართველო ოფიციალურად აზერბაიჯანის საზღვრის გავლით დატოვეს. ამ ვერსიით მათ თან ახლდათ დავით ტაბუცაძეც, რომელმაც რამდენიმე დღე ლონდონში გაატარა. შემდეგ კი თბილისში დაბრუნდა და როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში გვეუბნებიან, ის საქმიანობას ჩვეულებრივად განაგრძობს. მაგრამ კიდე მეორეა ვინ გახდებინებს. როცა ამ ისტორიას ისმენს, მედია ექსპერტ იანთაძეს მაღალჩინოსანი პოლიციელის რომანტიული გადაწყვეტილების არ სჯერა და ფიქრობს, რომ ჩხარტიშვილების ოჯახის საქართველოდან უპრობლემოდ გაყვანა ვანო მერაბიშვილთან იქნებოდა შეთანხმებული. თავად ჩხარტიშვილები ამბობენ, რომ ამ საქმის განხორციელებაში მათ აზერბაიჯანელი მეგობრები დაეხმარნენ. თუმცა ჟურნალისტისთვის ძნელი წარმოსადგენია, ვანო მერაბიშვილის დაქვემდებარებულ უწყებაში თუნდაც ფულის სანაცვლოდ მესაზღვრეებს ეს ნაბიჯი გადაედგათ. მაგრამ თუ ბიზნესმენის შანტაჟის იდეა მთავარ პროკურორ ზურაბ ადეიშვილს და მის გუნდს ეკუთვნის, მაშინ ვანო მერაბიშვილის გადაწყვეტილება დახმარებოდა ჩხარტიშვილების ოჯახს მისთვის გასაგები ხდება. ეს შემთხვევა ირიბად ადასტურებს იმ ეჭვებს, რაც დიდი ხანია უკვე არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა ზურაბ ადეიშვილსა და ვანო მერაბიშვილს შორის იყოს დაპირისპირება, რომელიც მართალია თბილისში მაინც და მაინც არ იგრძნობა, მაგრამ მე მაქვს ძალიან კარგი კონტაქტი რეგიონებში ჩემს მეგობრებთან, რომლებიც ხშირად მიდასტურებენ ეს სრულიად სხვადასხვა რეგიონში საქართველოსი, რომ იქ აშკარა არის დაპირისპირება, ვთქვათ, პროკურორებსა და პოლიციელებს შორის, პროკურატურასა და პოლიციას შორის, ჩუმი კონფლიქტი სახელმწიფო გუნდებს შორის არსებობს, მაგრამ რამდენადაც მიხეილ სააკაშვილი არის ძლიერი, ეს კონფლიქტიც ჯერჯერობით ატარებს სრულიად ლატენტურ და ფარულ ხასიათს. ჩხარტიშვილების საცხოვრებელი ბინა რამდენიმე კვირაა ცარიელია. ცნობილი ბიზნესმენი ოჯახთან ერთად ლონდონში იმყოფება და სწორედ იქიდან აწვდის ინფორმაციას მეგობრებს, რა მოხდა მასსა და მთავარ პროკურატურას შორის. მაშინ აქ შენ ოჯახი აქედან ვერ გამოვა და საზღვრები დაკეტეს. ახალი მემარჯვენეების ლიდერი და ვანო ჩხარტიშვილის მეგობარი დავით გამყრელიძე გვიყვება, რომ ბიზნესმენმა საქართველოს მას შემდეგ დატოვა, რაც ის პროკურატურაში პირადად ზურაბ ადეიშვილმა დაიბარა. მანამდე ერთ-ერთ ბიზნეს პარტნიორის ხელით მას გაუგზავნეს დისკი, რომელზეც ცოტა ხნის წინ დაკავებული აზოტის გენერალური დირექტორის გენო მალაზონიას ჩვენება იყო აღბეჭდილი. მალაზონია ყვება, რომ თითქოს ვანო ჩხარტიშვილს ზურაბ ნოღაიდელმა თავის დროზე აზოტის პრივატიზებისას ქრთამი $2 მილიონი მოსთხოვა. იქ საუბარია მალაზონიას მხრიდან იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ხდებოდა აზოტის ქარხნის შესყიდვა, რომ თითქოს აი ამ შესყიდვის დროს მაშინდელი პრემიერ-მინისტრისგან მათ ჰქონდათ ხელშეწყობა და როგორც მალაზონიას გაუგია და როგორც მან იცის, თითქოს აი ამისთვის რაღაც თანხას
დაჰპირდნენ და მერე უნდა გადაეხადათ ნოღაიდელისთვის და ასე შემდეგ. ეს არის ძირითადად მის რაღაც ვარაუდებზე აწყობილი. ზურაბ ადეიშვილი პროკურატურაში მისულ ვანო ჩხარტიშვილს ზურაბ ნოღაიდელის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას თხოვს, რაზეც უარს იღებს. პროკურატურის შენობიდან გამოსული ვანო ჩხარტიშვილი ვაჟთან ერთად პირველივე ავიარეისით საქართველოს ტოვებს. თბილისში მისი მეუღლე, ქალიშვილი და შვილიშვილი რჩებიან. გამყრელიძე ყვება, რომ ამის შემდეგ დაიწყო შანტაჟი. ოჯახს საქართველოს დატოვების უფლებას არ აძლევდნენ. ვანო ჩხარტიშვილისგან კი ბიზნესებში წილების დათმობას და 20 მილიონი დოლარის გადახდას ითხოვდნენ. მოლაპარაკებას ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი აწარმოებდა. მუქარა არის რომ წაგართმევთ ყველაფერს, წაგართმევთ სახსაც, ბიზნესსაც, ქონებასაც, რაც გამე გაგაჩნია, წაგართმევთ ძალით, ჯობია შენინებით გადმოგცე ეს ნაწილი თანხით, ნაწილი ქონებით და ასე შემდეგ. მე როგორც ვიცი, გრძელდება ეს სეწოლა, შანტაჟი ხელისუფლების მხრიდან. ფაქტია, რომ მათიამ აბსოლუტურად კანონიერად გადაკვეთა საზღვარი, იქ არ ყოფილა რაღაც გაპარვა, უკანონო გადაკვეთა. ანუ არანაირი საფუძველი დღეს ხელისუფლებას ამ მიმართულებით რაც სისხლისამართლებრივი დევნისა არ გააჩნია. პრესკონფერენცია ამ თემაზე ზურაბ ნოღაიდელმაც გამართა. სწორედ ის იყო პირველი პოლიტიკოსი, ვინც ვანო ჩხარტიშვილის ლონდონში დევნილობის შესახებ ინფორმაცია საგანგებო ბრიფინგზე გაახმაურა. მოსთხოვეს ვანო ჩხარტიშვილის ჩემს წინააღმდეგ ჩვენების მიცემა, ჩემს დასაპატიმრებლად ძალიან ორიგინალური ხერხია. ამის შედეგად ვანო ჩხარტიშვილი დღეს საქართველოში აღარ არის, უფრო მეტიც ყველა საშინელი რაც მინდა გითხრათ, რომ 21 დღის განმავლობაში ვისი მეუღლე, ქალიშვილი და შვილიშვილი, პატარა ბავშვი მძევლად ყავდათ პრაქტიკულად აქ საქართველოში. ეს ის ვერსიებია, რომელსაც ვანო ჩხარტიშვილზე დაყრდნობით მისი მეგობრები ყვებიან. თავად ჩხარტიშვილი, რომელიც აზერბაიჯანული სოკარის საკმაოდ სოლიდური წილის მფლობელია, ამ ეტაპზე კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს და არც იმ მტკიცებულებების გამოჩენას ჩქარობს, რომელიც შანტაჟთან დაკავშირებით გააჩნია. კომენტარს არც პროკურატურაში აკეთებენ. ვრცელდება ასევე ინფორმაცია, რომ ვანო ჩხარტიშვილთან მოლაპარაკებაზე ლონდონში პირადად აპირებს ჩასვლას დავით კეზერაშვილი. 20 მილიონ დოლართან ერთად ბიზნესმენს ბიზნეს წილებსაც თხოვენ. მათ შორის წილს უღლევის ტერმინალში და თამბაქოს ფაბრიკას. მისი კიდევ ერთი მეგობარი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ვაჟა ლორდგიფანიძე ფიქრობს, რომ ვანო ჩხარტიშვილი ნაციონალური მთავრობის ეჭვების მსხვერპლია. ხელისუფლებაში არსებობს ვარაუდი, რომ ოპოზიციის ერთი ნაწილი ბოლო არჩევნებზე დაფინანსებას სწორედ ვანო ჩხარტიშვილისგან იღებდა. მე მგონი ეს ძველის ახალ მოტივებზე გადამღერება, მე უდაოდ ვთვლი, რომ ამას პოლიტიკური საფუძველი და სარჩული გააჩნია. იწყება მზადება ახალი ეტაპისთვის. ანუ პოსტნაციონალური თუ შეიძლება ასე თქვას პერიოდისთვის და ამის ემზადება ეთყობა ხელისუფლებაც. და ყველა საეჭვო, მათთვის საეჭვო, მნიშვნელობა არ აქვს მათზე, საფუძვლიანი ეჭვი, უსაფუძვლოა. ხომ არ აფინანსებს ვინმე თქვა პოლიტიკურ ორგანიზაციას. მე ამ შემთხვევაში ვანო ჩხარტიშვილის ვთვლი, რომ ეს ეჭვი უსაფუძვლო იყო, იმიტომ რომ რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ის არ აფინანსებდა პოლიტიკურ ორგანიზაციებს, მაგრამ ხომ შეიძლება მომავალში ეს არ გაბედოს. აი ეს არის თვითონ კონკრეტული ბიზნესმენის მიმართაც და ყველა სხვა ბიზნესმენის გასაგონათაც გადადგმული ნაბიჯი. ჩხარტიშვილის ახლობლები პირად საუბარში ამბობენ, რომ მას შანტაჟის და ბიზნეს წილების მოთხოვნის დამადასტურებელი აუდიო ჩანაწერიც აქვს. ვრცელდება ცნობა, რომ ბრიტანეთის მთავრობას ბიზნესმენი ოჯახისთვის პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნითაც მიმართავს. ამ ეტაპზე გაურკვეველია კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის დავით ტაბუცაძის ბედი. თუ გამართლდა ვერსია, რომ ის მხოლოდ გულის კარნახით და ვანო მერაბიშვილთან შეუთანხმებლად მოქმედებდა, მაშინ მას სავარაუდოდ მხოლოდ პოსტს დაატოვებინებენ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეს ვერ აღძრავენ, რადგან სიყვარული ჩვენს ქვეყანაში კანონით არ ისჯება.